ლადო საყვარელი კითხვა და მიკვირს აქამდე რატო არ დასვა და ეხლა მე ვისარგებლებ შემთხვევით. ისტორიაში რაც მახსოვს, რაც ვისწავლე სკოლაში. შენც რაც ისწავლე სკოლაში, ყოველთვის არის გამარჯვების, ან დამარცხების, მაგრამ ის ბნელი მხარეები რაც გვაქვს და რაც მე გავიგე. იმას არ ვასწავლით შვილებს და თქვენი აზრი როგორია? უნდა იცოდნენ რასაკვირველია უნდა იცოდნენ, მე მაგალითად საქართველოს ისტორიას ვყოფ გააჩნია პერიოდებად. პერიოდი, როდესაც აი შეხედეთ, ორი ქართული სახელმწიფოა, დასავლურ ქართული, აღმოსავლურ ქართული. აი რამდენიმე ადამიანს ხომ მოვიდა აზრად, რომ მოეხდინა რაღაცის გარშემო გაერთიანება. ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრობა, უფლის კვართის საქართველოში არსებობა, ბაგრატონთა ღვთიური წარმოშობა და ქართული ენის უფლის ენად წოდება. ეს გაჩნდა ეს ფორმულირება კაფიოდ მე-19 საუკუნეებში და მივიღეთ ჩვენ გაერთიანებული საქართველო უკვე მე-10 საუკუნის ბოლოდან და მე-15 საუკუნის 90-იან წლებამდე. ანუ თუ მანამდე იყო დასავლეთ საქართველო, კოლხეთი, მერე აქ იმერეთ, არის ქართველი, აღარ არის დანარჩენი არავინ. ეს არის. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის, რომ აი ესეთი რამე ამან გაერთიანა ქვეყანა და აქედან აი ეს მეფეები ყველანი არიან გამორჩეულები. მაგრამ მათ შორის დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე მაინც განსაკუთრებულები არიან. ესენი არიან მეფეები, რომელთაც შეუძლიათ მინავლებული ეროვნული ენერგია აქციონ აგიზგიზებულ კოცონად და მიმართონ მტრის წინააღმდეგ და დამარცხონ მტერი. აი მერე უკვე ყავს ჩვენ დიდი მეფეები, მაგრამ დონ კიხოტის მსგავსად აი რომ იბძიან და შედეგი არ ასჩენს. ან არ სჯერათ თავისი ეროვნული შესაძლებლობებისა. ან ზვარაკად ეწირებიან ქვეყნის, ასე რომ ვთქვათ, ინტერესს, აი ლუარსაბ მეორე ვთქვათ, ქეთევან დედოფალი იქნება ეს თუ სხვა და კი ბატონო, მაგრამ ეხლა უყურეთ საინტერესო რა არის. აი მე-17 საუკუნიდან განსაკუთრებით მოდის გაორებული გამახმადიანებული ქართველი მეფეები და მერე გაორებული პოლიტიკოსები და ზრდასრული პოლიტიკოსები. მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 21 საუკუნე. ეს არის ბრძოლა. ერთ მხარეზე ისინი, მეორე მხარეზე ესენი გააჩნია რა საზოგადოებაა და რა აზროვნების წესი აქვს საზოგადოებას. შეიძლება იყოს საზოგადოება ისეთი, რომელიც როსტომ ხანს და მის გაორებას პირიქით მოიწონებს. ეს არის თვითონ რა მდგომარეობაა საზოგადოებაში. შეიძლება იყოს, რომ პირიქით იქნება. აი ეს უნდა ასწავლო აუცილებლად. აუცილებლად უნდა ასწავლო. აი ესეთი რამ ახლა ამბროსი ხელაია პატრიარქი რო გახდა, პირველი სიტყვა დაიწყო ასე მიავდივარ გოლგოთაზე რა. ესე იგი, რასაჩო მე თქვა რომ განმარტა რომ იასო წინასწარმეტყველება კი არ იყო ჩემ, მაგრამ ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში იყო, ვიცოდი რომ მე ამას უნდა შევწიროდიო, ასე გამოდის რა. ანუ ეს და ახლა სხვა ვიღაცა ვერ დადგება ერთად. აი ეს უნდა ასწავლო რასაკვირველია. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული არის აი ეს ტყვეთას ყიდვა თუ როგორ ერქვა. აბა წარმოიდგინეთ ტყვეთას ყიდვა, რომელშიც ქართველი იღებს მონაწილეობას, ქართველი არის, ქართველისთვის შემოსავლის წყაროთ არის ქცეული. საკუთარ შვილებსაც კი ყიდვა. კი ბატონო. მაგ წიგნი რა ვიცი, სტუდენტი კი არ და დამთავრებული მქონა სწავლა დიდი ხნის, მამაჩემა მოიტანა და რო წავიკითხე, მე მოვიქნე და გადავაგდე ბოდიში ხა ამას, რომ ისე გავუგვიჟდი და გავუბრაზდი და გავმწარდი. იმიტომ რომ მე ვიცოდი სულ ვარდისფერი ამბები.